ინიციატივა რომ გავაჟღერეთ, რა თქმა უნდა, აღმოჩნდით გარკვეული კრიტიკის ქარცელში და ერთ-ერთი ქვაკუთხედი ამ კრიტიკის იყო, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და რა თქმა უნდა, შეცდომები დასაშვები არის მათი მხრიდან. არ დავობთ, უფრო მეც ვიტყვით, საერთოდ საკუთარი თავი პოლიტიკოსად არ ვიმაჩნია და საერთოდ პოლიტიკოსობა რა არის საქართველოში პროფესიონალური გაგებით. ეს ერთი ცალკე საკითხი არის, ჩვენ პროფესიონალი პოლიტიკოსების კასტა ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი გვაქვს, მაგრამ შევხედე ამას როგორც გუნდთან ერთად ესეთი აქტიური მოქალაქეების პოზიციიდან და ვეცადეთ დაგვენახა რაციონალი. და ეხლა განმარტოთ კიდევ ერთხელ, აი რაციონალი რაში მდგომარეობს. როდესაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და სხვათა შორის თქვენთან ერთად რომ აღვიდგინოთ საკუთრება ქვეყანაზე, ეს ხომ არ არის აბსტრაქტული ცნება და უბრალოდ სიტყვების რახარუხი, არამედ შედგება კონკრეტული საკითხებისგან. ერთ-ერთი კონკრეტული საკითხი არის მეტად კონკრეტულ უბანზე და ძალიან კონკრეტულ პროცესზე, რასაც არჩევნები ქვია კონტროლის აღდგენა და საკუთრების აღდგენა. დედააზრი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ მძიმე საარჩევნო გარემოზე და მეტად არა უსამართლო, არაკონკურენტუნარიანი და არათავისუფალი არჩევნების საკანონმდებლო წინაპირობებზე. რამდენად მიზანშეწონილი არის ასეთ არჩევნებში ჩახდე და პრაქტიკულად ამ გარემოში, რომელსაც ჩვენ თვითონ აღიარებ, რომ ეს არჩევნებს არ დაემსგავსება, ნებსით უნებლიეთ ხელი მოაწერო იმ თავითვე გაყალბებულ შედეგს. განწირული იყო მარცხისათვის, უფრო მეტიც განწირული იყო მარცხისათვის არა მარტო კონკრეტული საარჩევნო შედეგთან მიმართებაში, არამედ ზოგადად საბოტაჟი გაუწიო ოპოზიციურ და პარტიულ იდეას. და უფრო მეტიც, მორიგი არჩევნები თუ დამთავრდა ისეთივე შედეგით, როგორც დამთავრდა 2024 წლის არჩევნები, ეს ნიშნავს იმას, რომ ის უპერსპექტივობა და უიმედობა საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან საკუთარი ქვეყნის პერსპექტივის თვალსაზრისით და ეს პერსპექტივა მათ შორის გამოიხატება ყველაზე უკეთ სწორი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში შეიძლება საერთოდ განულდეს. ამიტომაც ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ვისაუბროთ წესებზე და ისეთი წესების შემუშავებაზე, რომლებიც ამ არჩევნების აზრს მიცემს. და საარჩევნო, აი ხო ვანვითარებ მას. ამიტომ თვითონ სიტყვა საუბარი და დიალოგი იქნა ძალიან ეს ვთქვათ, აი სხვადასხვა манипуляციებისა და ინტერპრეტაციებისაგანი და რა უცნაური არის, რომ აი რა არის ნიჭი და ინტელექტი, რომ ქალბატონმა ელენემ, რომელიც საპატიმროში არის, იმაზე უკეთ გაიგო ჩვენი ნათქვამი და სხვათა შორის თბილს გამგონიშნებაო და სათქმელი ძალიან გასაგებად ითქვა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მოვახდინოთ გარკვეული წესების ირგვლივ აზრთა შეკავშირება და კონსოლიდირება და ვიცი არის გარკვეული ნამუშევარი ამ ხრივ, ხა იგივე ალიანსის მხრიდან არის 6 პუნქტიანი შეთავაზება. მნიშვნელობა არ აქვს დოკუმენტი გაბევრდება, მისი გამცომა მოხდება, რაღაცა დაემატება თუ რაღაცა გამოაკდება, მაგრამ საჭირო არის მანამ სანამ საარჩევნო ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული ცვლილებების მისაღწევად, ვიცოდეთ რა წესების გამოისობით, რომელი თამაშის წესების გამოყენებით ვეცდებით ჩვენ არჩევნების გზით თუ სხვა რამეზე არ გვეფიქრება, რა თქმა უნდა, მოვახდინოთ ეს ცვლილებები და როდესაც ოპოზიციური სპექტრი მიუხედავად ალიანსში მყოფი პარტიებისა თუ ალიანსის მიღმა მყოფი პარტიებისა მოახდენენ ამ დღის წესრიგის ირგვლივ კონსოლიდირებას. შესაბამისად, მორიგი ეტაპი უნდა იყოს ცვლილებებზე, არა პარტიული აფილირებით, არამედ ცვლილებებზე ორიენტირებული ამომრჩევლის ასევე კონსოლიდირება ამ idეის ირგვლივ, იმიტომ რომ წამს რომ ასეთი ამორჩეველი არა მარტო ოპოზიციურ სპექტრში არის, არამედ შეიძლება ქართული ოცნების ბანაკშიც მოიძებნებოდეს და როდესაც ეს მასა შექმნიდა, აი ძალის ცენტრს თუ არა, ყოველ შემთხვევაში აი მიზიდულობის ცენტრს და სიმძიმის ცენტრს, ჩემი აზრით უკვე ქართულ ოცნებას გამოეცლებოდა ხელიდან ერთ-ერთი მთავარი ხელოვნურად შექმნილი არგუმენტი ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის შესახებ. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საზოგადოება პოლარიზირებული არის, მაგრამ თუ კრიტიკული მასა არა მარტო ოპოზიციური პარტიები, არამედ ამორჩეველი ცვლილებების მხარეს დადგებოდა, შესაბამისად ქართული ოცნება დარჩება საკუთარ თავთან მარტო
და რეალობასთან მარტო. ანუ, როდესაც თქვენ დიალოგზე საუბრობდით, ბოდიში მინდა რომ დავაკონკრეტო. ანუ თქვენ ახლა დიალოგზე საუბრობთ, რომ ოპოზიციურ პარტიებთან შედგეს ეს დიალოგი? ჯერ ოპოზიცია უნდა შევთანხმდეთო. მერე ამომრჩეველი, რომელიც მოგვემხრობა და ჩვენი წესებით, რაზეც ჩამოვყალიბდებით, იქნება თანახმად ჩატარდეს არჩევნები. ეს გასაგებია, მაგრამ ოცნებას რა ეტყობა, რომ რაიმე ტიპის ცვლილებებზე შეიძლება დაიწყოს ოპოზიციასთან საუბარი. ჩვენ როგორც რაციონალური ადამიანები თადარიგს ვიჭერთ და ფსონს ჩამოვდივართ, რომ ასევე რაციონალური რეაგირება იქნება ოცნების მხრიდან. და რაციონალური რეაგირება სწორედ იმაში გამოიხატება, როდესაც სიმძიმის ცენტრი არა მარტო ოპოზიციური პარტიების სახით, არამედ ქართველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი რაოდენობის სახით აღმოჩნდება ცვლილებების ნაპირას. ამიტომ თქვი, როდესაც ოცნება საკუთარ თავთან პოლიტიკურ განმარტოებაში დარჩება და არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ იმ რეალობასთან, რომ მისი ელექტორატი პრაქტიკულად ამ ყბადაღებული პოლარიზაციის ლეგენდით შეთხზული არც ისეთი მნიშვნელოვანი არის, როგორც ისინი ამას წარმოაჩენენ, სხვა გადაწყვეტილება ქართულ ოცნებას არ დარჩება, რომ არა გადმოდგას რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე გარკვეულ დათმობებზე არ დაიწყოს ოპოზიციას. ეს რომ ეხლა გადმოვთარგმნოთ სამოქმედო გეგმაში, ანუ, როდესაც დაინახავს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა დგას ამ მოთხოვნით, ესე იგი, ეს უნდა ჯერ ოპოზიციას შორის გაირკვეს და მერე უნდა დაიწყოს აქციები. თუ აი, რამ უნდა აიძულოს, თქო, ამას გეკითხებით, ბატონო ვიქტორ, მინდა რომ კარგად ახსნათ ეხლა ამ ეთერში, აი, რამ უნდა აიძულოს, რომ შეცვალოს თამაშის წესები, მიტაცებული აქვს, ჯიბეში აქვს ჩადებული არჩევნები. კონსოლიდირება თუ კონსოლიდირება. რატომ დაგიჯდებათ ეხლა ივანიშვილის რომელიმე წარმომადგენელი და რატომ დაგიწყებთ საუბარს ყველაზე მეტად კრიზისულ მდგომარეობაში, როცა იყვნენ, როცა საპროტესტო აქციები დაიწყო და ასობით ათასი ადამიანი იდგა ქუჩაში, მაშინ არავის დაუწყია საუბარი რაღაც ფიქრი რაიმე ტიპის ცვლილებაზე და ეხლა როგორ მოახდენთ ამის ინიცირებას, რომ რაღაც დიალოგზე წამოიღო. მე გითხარით, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსი არ ვარ, მეთქი გასხვებით იმ პოლიტიკოსებისგან, რომელსაც მართლა ძალიან ეს თქვათ დიდი გამოცდილება აქვთ ამ ხრივ და ბოლო ხნის განმავლობაში შედეგზე დგებენ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რახან ამბელზე ვიმყოფებით, ჩემი აზრით ყველა პოლიტიკური რესურსი უნდა გამოვიყენოთ და პოლიტიკური რესურსის გამოყენება სწორედ ამაში გამოიხატება. დღის წესრიგი არჩევნების გამო თუ როგორი არჩევნები. ალბათ დამეთანხმება კრიტიკულად მოაზროვნე მსმენელი, რომ როგორი არჩევნები კაცილებით უფრო ადეკვატური დაყენება არის საკითხის, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არ მიღება. ეს ერთი. ანუ არ მიღება სრულიად გამორიცხავთ თქვენ, ხო? არჩევნებში მონაწილეობის. თუ არჩევნები დაემსგავსება არჩევნებს, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღებს შეიძენს აზრს. თუ არჩევნები ჩატარდება იგივე წესით, როგორც ჩატარდა წინა ჯერზე და მანამდე, მაშინ დიდი ბოდიში და ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია ასეთ არჩევნებში დეკორაციის სახით მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, რატომ მოჭრის ოცნება, რომელზეც ზის და ამ არჩევნებს რატომ ჩაატარებს თქვენთვის მისაღები წესი? ჩვენ ეხლა ოცნების სახელით ალბათ ჩემ და ოცნების გათვლებზე საუბარი ძალიან რთული არის, მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმ საშინაო დავალებაზე, რომელიც ჯერ ჩვენი შესასრულებელი არის. რომ შეიქმნას დღის წესრიგი, ვიმეორებ არჩევნების წესების ირგვლივ, მოხდეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება დღის წესრიგის ირგვლივ, შემდეგ ცვლილებებზე, ხაზს უსვამ ცვლილებებზე და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით ამორჩეველთა კონსოლიდირება, სხვადასხვა ასეთი მიდგომა ყველაფერთან ერთად გაუიოლებს საქართველოსთან კავშირს ჩვენ დასავლელ პარტნიორებსაც, იმიტომ რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ მანამ სანამ ხელისუფლებაში მოვა გამოიჩენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლიანი მოთამაშისა და აქტორის როლს აიღებს საკუთარ თავზე და არ გამოურიცხავ, რომ ასეთი დოკუმენტის ირგვლივ ფართო კონსოლიდირება არა მარტო პარტიული სპექტრის მხრიდან, არამედ საზოგადოებრივი სპექტრის მხრიდან დასავლეთის სხვაგვარი თანამონაწილეობას განაპირობოს პროცესში. როდესაც ვიმეორებ, შესაძლებელია დასავლეთი ჩაერთოს, აი რაღაც შარლ მიშელის ამბავი გამეორე. ეს ჩემი დაშვება არის. ეხლა რაც შეეხება ოცნების ესე ვთქვათ არჩევას. ერთი არის რაც გითხარით, რომ ეს არჩევანი შეიძლება იყოს მათი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ იძულებითი და მეორე იყოს აბსოლუტურად შეგნებული. და შეგნებულ არჩევანში მათ შორის იმასაც გულისხმობ, ეხლა შეიძლება ვინმეს გაიღიმოს, რომ ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ოცნება არ არის კლასიკური იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებული შექმნილი პარტია. რეალური არჩევნები
ოცნებას საშუალებას მიცემს გაზომოს საკუთარი მხარდამჭერების რეალური პროცენტი საზოგადოებაში, აი თქვენ გაგიღიმათ უკვე. და იქცეს სამომავლოდ შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, როგორც რეალური პარტიის ფუნქცია და როლი. ესეც შეიძლება, იცით, ახლა მე ბროდ ოცნების ამორჩევლებს მინდა მიმართო რიგით წევრებს პარტიის. თუ თქვენ დღევანდელი დღით არ ფიქრობთ, ხოლო და ხვალინდელი დღით და ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ოცნებას რაღაც მხარდაჭერა როგორ არ აქვს, ახლა ამას ჩვენ ამ რეალობას ვერ გავექცევით, ამ მხარდაჭერის ინსტიტუციონალიზაციის გარკვეულწილად იდეოლოგიური გარსის შესაქმნელად, მაგრამ ვიმეორებ ეს მათი საზრუნავი არის, ჩემი და თქვენი არ არის. სამართლიანი არჩევნები შეიძლება ასევე მათ ინტერესში იყოს, მაგრამ თავარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უკავშირდება სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და წესების შემუშავებას, გულისხმობს იმას, რომ შევიდეთ ისეთ პროცესში, როდესაც გააზრებული გვექნება, რომ ეს პროცესი ექვემდებარება ჩვენსა და თქვენს კონტროლს და შესაბამისად მოულოდნელი გაყალბებული სიურპრიზის წინაშე არ დავდგებით. სხვაგვარად არჩევნების სისტემის დისკრედიტირება, რასაც ამბობთ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ეს მოცემულობა უნდა დადგეს ისეთი, რომ ოცნება დაფიქრდეს, წამოვიდეს რაღაც ცვლილებებზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრობთ რეალობაში, სადაც პოლიტიკოსების ნაწილი ციხეშია, ნაწილი წავა ციხეში, პარტიებს აკრძალვა ემუქრებათ, საერთოდ არაფრის დამთმობი არ არის. ქართული ოცნება და ახლა როდესაც თქვენ ამბობთ იმისთვის, რომ სამომავლოდ ისინი დარჩნენ ველზე როგორც პოლიტიკური პარტია, არ მგონია რომ ამაზე ფიქრობდეს დღეს ან ივანიშვილი, ან მისი პარტიის რომელიმე ლიდერი, იმიტომ რომ ამ მიტაცებული არჩევნებით, ამ თამაშის წესებით, რასაც ისინი მიყვებიან, მათ ძალაუფლება გარანტირებული აქვთ. ბატონო ვიქტორ, ამიტომ მაინტერესებს რას ეფუძნება ეს თქვენი იმედი. ჯერ სხვა ოპოზიციური პარტიების რეაქცია როგორია? გაიარეთ ვინმესთან კონსულტაცია თემაზე? გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რას ეფუძნება ჩვენი იმედი? როდესაც ჩვენ ვიქნებით ბევრი, არა მარტო მორალურად, არამედ არითმეტიკულად. ეხლა ვერიდები ამ ხისტი ტერმინის შემოტანას, მაგრამ გვახსოვს ჩვენთვის ავად სახსენებელი ტერმინი იძულება მშვიდობისკენ. აი ბევრის პოზიციიდან გამომდინარე, როდესაც შენ ბევრი ხარ და ის ცოტა და ეს სიბევრე მარტო არითმეტიკული სიბევრით კი არ არის განპირობებული, არამედ შენი მორალური სიმართლით. როდესაც სიმრავლე არის გარკვეული პოზიციის სიუგლები. სიმრავლე როგორ უნდა დავანახოთ? ეს ცალკე საკითხი არის, რომელიც გაზომვადი უნდა გახდეს. იძულება დათმობისკენ. მე ამიტომ აი ვერიდებოდი ამ სიტყვის გამოყენებას, ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ეს ვთქვათ ის რეფლექტორული რეაქცია ოცნების მხრიდან, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა განვითარება იქნება პოლიტიკური პარტიული სუიციდი. სხვა მეტი არაფერი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ინგა, მე რაციონალური დაშვებიდან გამოვდივარ ჩვენ ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ, რომ სანამ ჩვენ ოცნების რეაქციამდე მივალთ, ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ. ჩვენ კიდევ ერთხელ სოლიდური, დამაჯერებელი სისტემას შემქმნელი დღის წესრიგის შემოტანით უნდა ვცადოთ, მანამ სანამ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ, რომ ოცნება არის როგორც პოლიტიკური სუბიექტი ქმედ უნარო. მაშინ დადგება სხვა საკითხი დღის წესრიგში რავშვებით შემდეგ. ეხლა რაც შეეხება სხვა პარტიებთან, ჩვენ გავაჟღერეთ ეს იდეა და სხვა შორის მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს იდეა გავაჟღერეთ, იმდენჯერ მოხდა ამ იდეის იბლი ყურადღების კონცენტრირება, რომ მე თვითონ რომ ვუსმენდი ეჭვი შევიტანე ამ იდეის, ესე ვთქვათ, ორიგინალურობაში, იმიტომ რომ იმდენად გასაგები არის ეს შეთავაზება. იმდენად ადეკვატური არის და იმდენად რაციონალური თითქოს და საწინააღმდეგო რა უნდა იყოს. ეხლა ჩვენ მივადგეთ იმ ეტაპს, როდესაც ამ იდეის გაჟღერების შემდეგ უნდა მოხდეს ბუნებრივია აზრთა გაცვლა. დიახ. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა, ვთქვათ, გამოხმაურებები ამ იდეის ირგვლივ. ჩვენ მზათა ვართ კონსულტაციების რეჟიმში ვიმსჯელოთ რა არის ის დოკუმენტი, რა არის ის რეკომენდაციები, რა არის ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო გარემოს ცვლილებას ხელშეუწყობს. და შესაბამისად აი ეს გაზომვა იქნება თუ ასე შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებზე, ტექნიკურ ელემენტებზე ვიმსჯელოთ. ხო, აი ეს გაზომვა სხვანაირად მე როგორც ვხედავ, თუნდაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ კი გაზომვადობაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ერთადერთი გაზომვა შესაძლებელი იქნება
ადამიანთა რაოდენობით თვალნათლივ რომ გამოჩნდეს, ანუ საპროტესტო აქციებზე, ხო? ერთ-ერთი ვარიანტი. ან მეორე ვარიანტი, სადაც ეს იზომება, არის არჩევნები, მაგრამ ამბობთ, რომ არჩევნებზე ისე არ გახვალ, თუ კი ეს წესები არ შეიცვალა. ანუ იგულისხმება თქვენს ნათქვამში, როგორც მივხვდი, ქუჩაში გამოსული ადამიანების სიმრავლე. ესე იგი, იდეის რეალიზება, პრაქტიკული ხორჩესხმა არის, რა თქმა უნდა, მსჯელობის საგანი და აქ ძალიან ეს ვთქვათ, ყურადღებით უნდა დავფოკუსირდეთ, მაგრამ მთავარი არის ახლა ამ შემთხვევაში ალბათ საწყისი არსებით საკითხზე შევთანხმდეთ მიდგომაზე. არა კითხვაზე პასუხი არჩევნებში ვიღებ თუ არა მონაწილეობას, არამედ როგორ არჩევნებში. ხო. თუ არჩევნებს მხოლოდ სიტყვად დაერქვა არჩევნები და არსითა და შინაარსით ისინი არ ატარებენ არჩევნების ბუნებას, მაშინ ასეთ არჩევნებში მონაწილეობა ვიმეორებ არის არა მარტო არჩევნების დისკრედიტირება, არამედ უიმედობისა და პერსპექტივის და შესაბამისად ქართული სახელმწიფოს კიდევ დაღმასვლის დაჩქარება. აი ამის ალბათ თავიდან არიდება იქნება ჩვენი საერთო მამოქმედება. მაგრამ თუ არ მოდის, მე აი ამ თქვენი იდეის კვალდაკვალ მივდივარ ახლა ჩვენი ინტერვიუს დროს, თუ არ მოდის ოცნება, თქვა თქვენ დასხედით, ყველა ოპოზიციური პარტია დასხედით, შეთანხმდით, ჩამოაყალიბეთ, მაგრამ არ მოდის არანაირ ცვლილებაზე საარჩევნო წესებისა ქართული ოცნება. და თქვენ ამბობთ, რომ აზრი არ აქვს გასვლას არჩევნებზე. მაშინ ალტერნატივა რა არის ცვლილებების გზის? აი, არც თქვენ არ მოგწონთ, ხო, საუბრის დასაწყისში თქვით ბოიკოტირება არჩევნების და ადამიანებისთვის იმედის მოკვლაო, რომ რაიმე ცვლილებების შანსი არსებობს ამ გზით. მაშინ გამოსავალი რაშია? ნუ ინგა თქვენ იცით, თქვენ იცნობთ ივანიშვილს, თქვენ იცით მათი თამაშის წესები, თქვენ იცით რომ ისინი არაფრის დამთმობები არ არიან ბატონო. ჩვენ კიდევ ერთხელ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა შეიძლება რომ გარკვეული მაღალი ალბათობით პროგნოზირება პასუხისა და რეაგირებისა მეორე მხრიდან არის შესაძლებელი. მაშინ მე მორიგ, ასე ვთქვათ, შემხედრ ნაბიჯს გადმოვდგამ, რომ თქვენი კითხვა უპასუხოთ არ დავტოვო. ჩვენ ვთქვით და ამ ინტერვიუშიც აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ჯგუფი. ეს არ არის მხოლოდ პარტიული ჯგუფი. ოცნება. მათ რეაგირება აქვთ რეფლექტორული რისკებზე და საფრთხეებზე. თუ ნორმალური პოლიტიკური პროცესი, პარტიებს შორის დიალოგი აღმოჩნდა უშედეგო, მოწოდება თუნდაც ასეთი რაციონალური მოსაზრებებით, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობას რჩება მაშინ უფლება, რომ საკუთარი ქვეყნის მომავლისათვის იბრძოლოს კონსტიტუციით დასაშვები მეთოდებით. ანუ რევოლუციით? კონსტიტუციით დასაშვები მეთოდებით, მათ შორის სახალხონების გამოვლინებით. გასაგებია, კი ბატონო. აი, რა რეალობაშიც ახლა ვართ ბატონო ვიქტორ მარტო იმიტომ რომ თუ თქვათ სხვაგვარად ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგად და ქართულმა ოცნებამ უმადლოს თუ ასეთი პროცესი განვითარდება, იმიტომ რომ ეს არა მარტო მათ უქადის, არა მარტო ქვეყანას უქადის განვითარებას, არამედ მათაც იმ ხვალინდელ დღეში, ამიტომ ვამბობთ ჩვენ ხშირად, რომ გაუმჯობესება გაუარესების გარეშე, არა პოლიტიკურ შურიზიებას, არა პოლიტიკური ნიშნით დევნას. თუ ესეთი საღი, მაშველი რგოლი არ იქნა გამოყენებული ქართული ოცნების მხრიდან, მაშინ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეებს არ გვექნება არც იმის უფლება და არც იმის ფუფუნება, რომ ასეთი არაადეკვატურობა გადავაყოლოთ ასეთ სიჯიუტეს. ხო, ნუ ორი გზაა, ხო, რეალურად მეტი გზა არ არსებობს. ან იცვლება წესები და არჩევნები ტარდება, ანუ ან არჩევნებით ხდება ცვლილება, ან ქუჩით ხდება ცვლილება. სხვა მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს. პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა გააცნობიერებს, რომ ქვეყნის მომავალი მოითხოვს მისგან მეტმოქნილობას, რაციონალურ დათმობებს, ადეკვატურ, პრაგმატულ მიდგომას. თუ პოლიტიკური ძალა გამოდის იმ ლოგიკიდან, რომ ჩემს მერე თუ გინდ ქვაქვაზე არ დარჩეს, ეს რა თქმა უნდა სხვა ლოგიკა არის. ეს არის ალოგიკური ლოგიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ალბათ იმ ყველაფერს არ გააკეთებს, რა გზასაც ადგას ქართული ოცნება და რა წესებითაც იქცევა საკუთარ საზოგადოებას. მანამ სანამ ჩვენ აი ამ საბედისწორო დასკვნებამდე მივალთ, თუ მივედით, ჩვენი წილი სამუშაოსი, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიცია,
ოპოზიციამ, რომელიც პასუხისმგებლიანი არის არა მარტო ოპოზიციურ რეჟიმში, არამედ ამით ამზადებს საზოგადოებას, რომ ის პოლიტიკური პოლიფონია, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია ერთმანეთთან საუბარი და საარჩევნო კრიტიკული მასის კონსოლიდირება, ასეთივე პასუხისმგებლიანი იქნება მას შემდეგ, რაც ცვლილებების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა. ალბათ ასეთი კულტურის დამკვიდრება ყველაფერთან ერთად ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რაღაცას რო ებრძვი და უპირისპირდები, უნდა დაუპირისპირდე არა მხოლოდ პრინციპით, არამედ მეთოდითა და სტანდარტით. უვიცობას წიგნიერებამ უნდა აჯობოს. სიბნელეს განათლებამ უნდა აჯობოს, უკულტურობას კულტურულმა მიდგომამ უნდა აჯობოს. აი ასეთ ველურ პოლიტიკურ მეთოდებს ცივილურმა მეთოდებმა უნდა ამოწმოს. მაგრამ რომელმა ცივილურმა მეთოდებმა იმ ქვეყანაში, ბატონო ვიქტორ, მოდით თუ შეიძლება გაგაწყვეტინებთ თქვენი ნებართვით, აი დღევანდელმა დღემ და გასულმა 3 დღემ, რაც გვიჩვენა. ადამიანი, ჩემი კოლეგა, უაღრესად ნიჭიერი კაცი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც ჟურნალისტ, ნუ ეხა ადამიანურად რომ მიყვარს, ეს არაა ეხა გადაცემის თემა, ვახოსანაიაზე მაქვს საუბარი, უშვებენ ციხეში, თუნდაც უცენზუროდ დაწერილი მისი Facebook სტატუსის გამო და იმავე დღეს თავს ესხმიან კომიკოს, თუნდაც ვიღაცისთვის მიუღებელი მისი რაღაცა სიტყვების გამო, რომელიც ამოუჭრეს ვიდეო, სულ სხვა შინაარსი იყო, მაგრამ და დღეს მოძალადე გამოუშვეს გარეთ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ ამით უთხრეს მოძალადეებს, რომ თქვენ გაქვთ ყველაფრის უფლება, ანუ მე მოძალადეთა მხარეს ვარ როგორც სახელმწიფო და თქვენ ვინც ხართ კრიტიკული მოსაზრებისა ჩემს მიმართ, თქვენ წახვალთ ციხეში. აი ამ რეალობაში მე პირადად გულწრფელად გეუბნებით, შეუძლებლად მიმაჩნია იმის დაშვებაც კი, რომ ოცნება დაფიქრდეს და თუნდაც საკუთარი პარტიული მომავლისთვის, თუნდაც იმისთვის, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ პოლიტიკური სუიციდი არ ჩაიტაროს, პარტიული სუიციდი არ ჩაიტაროს, დაგიჯდეთ მოლაპარაკებაზე, თან შესაძლებლად საარჩევნო წესების, რაზეც რეალურად ისინი სხედან, იმიტომ რომ ეგ წესები თუ კი თავისთვის არ მოირგეს და თუ კი გამოყენების შანსი დაკარგეს გაყალბების, ისინი უბრალოდ ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან, იციან. დამწყები პოლიტიკური ძალისთვის ყველაზე სწორი მიდგომა ალბათ მით უმეტეს ქართულ რეალობაში, რომელიც ესოდენ ტოქსიკური არის უსაფრთხო პასუხები. მაგრამ მე უარს ვიტყვი შეგნებულად ამ მიდგომაზე, იმიტომ რომ ჩვენი ფილოსოფია და მიდგომა ყოველთვის ორიენტირებული არის არა მარტო საკუთარი თავის სადმი მაღალ მოთხოვნებზე, არამედ კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების გაჩენაზე ამ ქვეყანაში და არა უბრალოდ მომხმარებლებზე იმ პროპაგანდისა, რაც ჩვენ გვესმის. ამიტომ მე როდესაც წინა კითხვის პასუხის ბოლოსკენ თქვი, რომ მნიშვნელობა აქვს მაინც სტანდარტებს, ჩემი აზრით სტანდარტები, რომლებიც გამოიხატება არა მარტო არსებული სისტემის დემონტაჟში, არამედ რა სტანდარტებით ახდენ შენ ამ დემონტაჟს, რომ ის ხვალინდელი დღე იგივე სტანდარტებით გააგრძელო. ამიტომ ჩემთვის ამ შემთხვევაში მე მესმის, რომ აი იმიტომ ვახსენე უსაფრთხო პასუხი, მაგრამ ნუ მივცემთ ხოლმე პროპაგანდას, ნუ მივცემთ რეპრესიულ აპარატს იმაზე მეტის საშუალებას და ფუფუნებას ვიდრე და უფლებას ვიდრე ის ამას იმსახურებდეს. შევინარჩუნოთ ფორმა, შევინარჩუნოთ ბრძოლის უნარიანობა პრინციპულობით, მაგრამ ხანდახან შეიძლება ცოტათი მეტი ზომიერებით რა. ანუ აკრძალული ასოები არ გამოვიყენოთ მაგალითად Facebook სტატუსს როდესაც ეს ხო ყოველი მეორე დღე უფრო და უფრო ამძიმებს ამ რეპრესიულ კანონმდებლობას. ამის გამო ხო ცოტა ეხლა გავაგზავნოთ პასუხი და გადავიდეთ მის მეორე ნაწილზე. ამიტომ თქვი, რომ ეს არის ძალიან რთულად ჩამოსაყალიბებელი პასუხი ჩემი მხრიდან, მაგრამ იაფასიან პოპულიზმს ხელს ეხლა ვერ მივყვები. და ვიტყვი ისე, როგორც მიმაჩნია სწორად და როგორც მიგვაჩნია სწორად. ჩვენ მარტო დღევანდელობით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ უნდა ვიცხოვროთ იმით, რა რეალობა გვინდა შექმნათ სახვალიოთ. ეხლა კანონები რო თქვენ ახსენეთ, მთელი პრობლემა იმაში არის, რომ ქართული ოცნება არათუ არღვევს კანონებს, არამედ იყენებს კანონებს. ამაზე ჩვენ საუბარი ქონდა, ეს იცით, აი
საკანონმდებლო ვერაგობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი არის, როდესაც იწერება შავად თეთრზე პოზიტიური ნორმა, რომელსაც არაფერი საერთო საზოგადოებრივ კონსენსუსთან და სამართლიანობის განცდასთან არ აქვს. ამიტომ ეს მიდგომა გაცილებით უფრო ვირეშმაკული არის, გაცილებით უფრო ვერაგული არის, მაგრამ ჩვენი თუ გამოცდილება რაღაც გვასწავლა და რაღაცაში უნდა დავხელოვდეთ, ეს არის მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული უნარის, ნიჭის, საღი აზრის და მოქმედების გამოყენება საიმისოდ, რომ ბრძოლის უნარიანობა შევინარჩუნოთ, რესურსი შევინარჩუნოთ, რომ აი ესე მახეში თავით არ ჩაუვარდეთ რეპრესიულ აპარატს. და რამდენადაც თქვენ წეღანაც თქვენ იცნობთ, ხო, ამ კაცს მისი ადვოკატი იყავით და მისი ბუნება იცით, ივანიშვილი შემხედრე ნაბიჯზე წამომსვლელს გაავს? იმ რეალობაში, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, მართლა მხოლოდ ივანიშვილს იმიტომ ვახსენებ, რომ ყველა სხვა დანარჩენი ასეთია ჩემი აღქმა, არის მისი გადაწყვეტილების შემსრულებელი, რეპრესიული კანონმდებლობიდან დაწყებული, არ ვიცი მე, აი ყველა ლაშანას შემარო თქვა ერთხელ, ბალახშიც კი ბიძინა ივანიშვილიაო, ნამდვილად ვეთანხმები, იმიტომ რომ ყველაფერი არის მისი გადაწყვეტილება, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ალბათ ფროიდი გააცოცხლო. და 10 წელი მიუსაჯო ამ გარემოში ყოფნისა, ალბათ მას ვერ მოთხოვ პასუხს რა გაიგო და რა დასკვნები გამოიტანა. მით უმეტეს ჩემ თავზე ამოდენა პასუხისმგებლობას ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ფილოსოფოსის და ასე შემდეგ ნამდვილად ვერ ავიღებ. თან საერთოდ საკამათოდ მიმაჩნია ეგ თეზა, აი ხშირად გვესმის ჩვენ ეთერებში იცნობთ და ძალიან არც თუ ერთი ამბობს, კი მე ვიცნობ. ეს ცნობა არ ცნობა ძალიან პირობითი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც ფაქიზად და დელიკატურად ყოველგვარი ასე ვთქვათ, აი ზედმეტი ცნობის მოყარეობის თუ ცოდნის საკუთარ თავზე აღების გარეშე ვიტყვი, რომ სისტემა, რომელიც დაფუძნებული არის კონსპიროლოგიაზე და ფობიაზე და ეს სისტემა, რომელიც გაჟღენთილი არის პრაქტიკულად მტრის ხატის შექმნით, უფრო ადეკვატურად რეაგირებს რეფლექტორულად ძალის პროექცირებაზე და გულისხმობ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გაბევრებული არის საარჩევნო ელექტორატით, რომელიც გაბევრებული არის თვითონ საქმის გამართულობით და საქმის კეთებისადმი სწორი მიდგომით რეაგირებს მხოლოდ ამაზე ნებისმიერი სხვა დოქტრინალური, კონცეპტუალური მოწოდება, გნებავთ გეოპოლიტიკით ნასაზრდოები, ან პოლიტიკური სისტემებით, ან ეკონომიკური მართვის ფორმაციებით, ეს არის აბსოლუტურად ფუჭად გახარჯული რესურსი. ჩვენ ისიც თქვით, რომ მთავარი შემკვრელი ამ სისტემის არის აღებმიცემობა. მანამ სანამ სისტემას ექნება საშუალება საკუთარი მესვეურები რესურსით გამოკვებოს, მანამ იქნება ვითომ მონოლითური და ვითომ კონსოლიდირებული, ესეც ვითომ ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან სუსტი მეჩვენება ხა შეხედეთ ამ განაჩენებს, რომლებიც გამოდის. შეხედეთ პროკურატურის საბრალდებო დასკვნებს, ისევ მათი თანამებრძოლეების მიმართ. ახლა ხომ არავინ იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება და ქართული პროკურატურა არასამთავრობოების მიერ კონტროლდება, ან ოპოზიციური პარტიების მიერ, ან გლობალური ომის პარტიის მიერ, თუმცა თუ დაჭირდა შეიძლება ამასაც იტყვიან. ნახეთ როგორ აი ფიცინ წამს და ბოლო მაკვირვებსო. გვესაუბრებიან ერთს და მათივე ხელით გამოწყობილი ოფიციალური დოკუმენტებით იმ ნასაუბრებს პირდაპირ ეწინააღმდეგებიან. ამიტომ სუსტი არის ეს, ვიმეორებ, ეს არ არის იმდენად მონოლითური და ამიტომაც ერთხელ მე ვთქვი, რომ მე მესმის, რომ ჩვენ შედეგის დადგომა უფრო სწრაფად გვინდოდა და ამ მხრივ ჩვენი ბოლოდინი გაცუდდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბრძოლა აღმოჩნდა სტაერული და არა სპრინტერული. ამიტომ ამ სტაერულ ბრძოლაში ინგა რაოდენეს არაპოპულარული პასუხი შეიძლება იყოს ჭკუით, ცივილურობით, იცით, აი შნოთი და კისმათით მოქმედება, ეს ყველაფერი რაც იმ გუნცაკლია, ხო, ჩვენი უპირატესობა არის და დროთა განმავლობაში ამ უპირატესობას ჩვენ შედეგში აუცილებლად გარდავსახავთ. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, დაგემშვიდობებით. პარტიის რეგისტრაციის ბოლოვადა როდისგა? ჩვენ ბოლოვადა არის 3 აგვისტოს და ველოდებით სიურპრიზ საინტერესოს როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. იქნება რეგისტრაციაზე დადებითი პასუხი, წარმომიდგენია თქვენს ეთერებში ამას როგორი
კონსპიროლოგიური ჩაშლა და გაშლა მოხდება. გაბრაზებთ ეს ჩაშლა-გაშლა თქვენთან სიმართლე დაკავშირებით. რო გითხრათ, არა, იმიტომ რომ მithქვამს გულწრფელად, იმდენად კონცენტრირებული ვართ ჩვენში და სამუშაოზე. იმდენად სიამოვნებას ვიღებთ ერთმანეთთან ურთიერთობის შედეგად. იმდენად სიამოვნებას ვიღებთ ჩვენს გულშემატკივრებთან, მათ შორის თქვენი ჩათვლით ურთიერთობის შედეგად, რომ ეს გარეშე მოვლენები აბსოლუტურად ხელის შემშლელ ფაქტორს ჩვენთვის არ თამაშობს.